შემდეგი ჩვენი თემა უკვე არის თითოეული კლასის ვარსკვლავების ან მათი წარმომადგენლების სპექტრის შევხედოთ და რაღაცა განაზომიერება დავინახოთ მათ შორის. აქ მე მაქვს მოცემული ამ წუთას 5 კლასის ვარსკვლავის სპექტრი. მაგრამ სანამ მას კარგად შევხედოთ, მოდით დავბრუნდეთ და შევხედოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან კლასიფიკაციას ნავთობის კლასებისა თუ ფერების მიხედვით. ხედავთ, ეს კლასიფიკაცია ესეა O, B, A, F, G, K, M. ანუ ჩვენ გავივით ამ თანმიმდევრებით O5 იქნება B5, A5 და ასე შემდეგ ჩავივით თითოეული წარმომადგენელ ვარსკვლავს კლასებიც არსებობს 2-დან 9-რას ჩავთვლით, თქვათ, 10-ად დაყოფილი კლასები შეიძლება. ამიტომ ჩვენ A5-ებს ავიღეთ, O5, B5, რომ მათი კლასიკური წარმომადგენლები განვიხილოთ. ამის პირველი, ანუ ყველაზე დიდი გიგანტები, ცისფერი გიგანტები, ასე ვთქვათ, არის O5 კლასის ვარსკვლავები. მოდით შევხედოთ მათ სპექტრს. დათვალიერებისას თქვენ ხედავთ კარგად, რომ რამდენიმე ხაზი ჩანს მასზე. ანუ ბევრი არ არის, ხედავთ, 7000 ანგსტრემამდე ახ უკვე ანგსტრემებში შემონაცემი. 4000-დან 7000-მდე ეს ხილული უბანი, მარცხენა ნაწილი. დანარჩენი უხილავი უბანია და მას ამიტომაც არის ჩვენთვის რაღაც გაუგებარ ფერში მოცემული. აქ თუ დააკვირდებით, არის კაფიოთ, ანუ უბრალოდ ნაკლებად კაფიოთ არის H-ალფა ხაზი, არის ნატრიუმის ხაზი 5900 ანგსტრემთან სადღაც, H-ბეტა ხაზი, H-გამა, აქ H-დელტა ხაზის დაეტია, ასე ვთქვათ, აქ და ხილულ უბანში ეს ჩვენ ცნობილი ბალმერის სერია მთლიანად არის, ანუ მეორე დონეზე გადასვლების სერიები გაქვთ მთლიანად მოცემული. მაგრამ სხვა მხრივ ძალიან დასერილი არ უნდა იყოს, ხედავთ, რამდენიმე ხაზია კაფიოთ გამორჩეული და ჩვენი თითქოს წმინდა და სუფთა არის ჩვენი სპექტრი. თვითონ B კლასის ვარსკვლავების შემდეგი, O კლასის შემდეგ არის B კლასის ვარსკვლავები, ესეთი გამოიყურებიან ხოლმე ნეგატივზე ისინი. ესეც მოთეთრო მოცისფრო ფერის ვარსკვლავები, ძალიან ცისფერები იყო, ეს მოთეთრო მოცისფრო ფერის ვარსკვლავები. მოდი ახლა ჩვენ შევხედოთ სხვა ტიპის, A კლასის ვარსკვლავი, მაგალითად, როგორია მზესთან შედარებით. ანუ ეს მოყვითალო ფერისა, A კლასისა უფრო პატარა ზომისა ვიდრე წინა O და B კლასისა, მაგრამ არის ესეთი სახის. შემდეგი მომენტი არის Z თვითონ, რომელიც არის G კლასის ვარსკვლავი. ხედავთ, Z თავისი ლაქებით ვართ. ჩვენივით არის გამოყვეთილი. შემდგომი შედარებითი სურათი, მაინც გვინდა რომ აქ უკვე ის ჩვენი G კლასის ვარსკვლავი Z, აქ არის მოცემული წერტილის სახით არის, ხოლო M და K კლასის ვარსკვლავები არიან უფრო დიდები, მაგრამ უფრო მოყვითალო მოწითალო ფერისა. ყვითალ ფერში არიან ისინი. უფრო მოწითალოსი არის უკვე K კლასის ვარსკვლავები. და ეს ბეტა-ფეიზე ცნობილი ჩვენ წითელი ვარსკვლავი K და M კლასებზე ლაპარაკი, ხო? წითელი ზეგიგანტი ვარსკვლავი, რომელზეც ამ წლის დასაწყისში იყო ატეხილი მთელი აუზაური იმის შესახებ, რომ ველოდება აფეთქება და ეს უახლოესი ვარსკვლავი, ერთ-ერთი უახლოესი ვარსკვლავი კატასტროფის წინაშე დგას. მართლაც დაკვირვების შედეგად შენიშნულია ბეტა-ფეიზზე შებრტყელებები პოლუსებთან საკმაოდ დიდი 10% დაახლოებით, რაც თეორიის მიხედვით ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო შეგუიშვა და მერე აფეთქება უნდა მოხდეს, მალევე აფეთქება უნდა მოხდეს ვარსკვლავისა. მაგრამ ის რომ დღესხვალ ეს ვარსკვლავი აფეთქდება, ასტრონომიაში დღესხვალ ნიშნავს ჩვეულებრივი კალენდრის მიხედვით დღესხვალ, ანუ უახლოესი 1 მილიონი წლის განმავლობაში. ამიტომ შეიძლება მთელი კაცობრიობა ვერც მოესწროს ბეტა-ფეიზის აფეთქების ნახვას და დიდი იმედები, ასე ვთქვათ, ესეთი ეგზოტიკური მოვლენის ხილვისა ნუ გექნება, თორე აფეთქების შემთხვევაში ის თვალზე გაცილებით დიდი ზომისა შეიძლება გახდეს ცოტა ხანი და დარჩეს რამოდენიმე კვირის განმავლობაში ესეთი ზომით. შემდეგი მომენტი შედარებისთვის ჩვენ თუ გვინდა ნახოთ, მოდით სპექტრები უკვე ორიგინალთან ახლოს სპექტრები ცხელი ვარსკვლავების. ხედავთ, მე მაშინ O5-ისა სპეციალურად მოგეცით ცალკე დაგეთვალიერებიათ, ის რამდენიმე ესეთი კაფიო ხაზი იყო. ნახეთ, 9 უკვე B კლასისკენ მოდის, B კლასის ვარსკვლავები, მე A0. ანუ მოვედით ნელ-ნელა ჩამოდივართ ნაკლები ტემპერატურის ვარსკვლავებზე. გვერდზე მარჯვენა მხარეს არის მოცემული მათი საკატალოგო ნომრები. ქვედა მათგანი არის კონკრეტულად დიდი დათვისწინების ერთ-ერთი ვარსკვლავი და მიწერილი აქვს. დანარჩენი არის
Henry Depperis კატალოგის რომელიღაცა ნომერი ვარსკვლავი, რომელიც შეგიძლიათ მოიწიოთ. აქვე ამ ხაზების თითოეული ვარსკვლავის სპექტრში კონკრეტული ხაზებია მოცემული. თუ დააგვირდებით, ზოგიერთი მათგანი ყველა ამ ტიპის ვარსკვლავებში ხდება, ზოგიერთი უფრო განიერდება ნაკლებად ცხელ ვარსკვლავებში და ზედმეტად ცხელში ისინი ნაკლებად ჩანან. აი ქვემოთაში უფრო განიერი და გადაყბნილი არიან. მოდი ნახოთ შემდეგი შედარება. ახლა არის უკვე კიდევ უფრო ცივი ვარსკვლავები A კლასიდან წამოვიდეთ, გახსოვთ ზედანახატის ბოლოში A0 კლასი იყო ზუსტად და წამოვედით ვარსკვლავები და ჩამოვინაცვლეთ უფრო ცივი და ცივი ვარსკვლავებისთვის აქ გვერდზე სახელებია მოცემული და კონკრეტული ხაზები, რომელიც უფრო და უფრო ისე მკაფიოდ იყო გახსოვთ ზემოთ შეცდელდა თქვა A კლასის ვარსკვლავებს და ისევ დაწვრილდა შემდგომში F კლასის ვარსკვლავებში. ეს არის თავისებურებები, რომელიც ცნობილია ვარსკვლავებზე დაკვირვების დროს და შეხედვისთანავე რაღაც ვარჯიშის შემდეგ უკვე თქვენ შეძლებთ მიხვდეთ რომელი კლასის ვარსკვლავთან გაქვთ ლაპარაკი შეხედვა. შემდეგი არის უფრო გრილი ვარსკვლავები F5-ზე გავჩერდით და წამოვედით უფრო კაოლისკენ. ნახეთ, სულ რაღაც ადღაბნილი უკვე ბევრი ხაზებია, უკვე მკაფიო აღარ არის და იქ თუ ცხელ ვარსკვლავებში იყო დიდი სპექტრი, კაფეო სპექტრი, სულ რამოდენიმე ხაზი იყო, უკვე ძალიან ბევრი ხაზი ერთმანეთში არეულდარეული, ერთმანეთის იფიქრებს ცოტა წაშლილი სურათიც კი არის, ხო? ამიტომ ჩვენ აქ კანონზომიერებებს მხოლოდ ესე ზედაპირულად შევხედავთ და ჩვენ თქვენ სულ პრაქტიკული მეცნიერებებსაც ნახავთ. აი კიდევ უფრო გრილი ვარსკვლავთა სპექტრები, მათი გაგრძელება. ამაზე ვიყავით შეჩევით, ჩამოვიდა, აი უკვე ხაზები ისე დონეზე არის, რომ მათი გარჩევა ძალიან ძნელია უკვე, საკმაოდ წაშლილი სურათი არის აი მარცხენა ნაწილში. თუმცა გამოცდილი თვალისთვის კონკრეტული ხაზების დაფიქსირება და გაზრდნა მისი კონკრეტული ვთქვათ მიმართულებით შესაძლებელი არის. ამიტომ ხშირად ვარსკვლავთა კლასიფიცირება ხდება ამ ხაზების საშუალებითაც კი. დახედავ რა ხაზს ხვდები, რომელი კლასის ვარსკვლავთან გაქვს საქმე. თუ თქვენ გადავლებთ თვალს ყველა მათგანს და ინახავთ, რომ მათ უმრავლესობას მიწერილი ქონდა ხუთიანი. ნახეთ? თუ ყველას არა, მოდით ნახოთ ყველა სურათი თავიდან. გადავედით ზემოთ, მართლაც ხუთიანია ყველას. ეს ნიშნავს, რომ ისინი მეხუთე ჯგუფის ვარსკვლავები არიან და თუ გადახედავთ ამას, ეს თავარი მიმდევრობის ვარსკვლავებია ჰერცოგ-ბესელის დიაგრამაზე და ამასთან გვაქვს საქმე. თქვენც შემდგომში შეგეძლებათ უკვე მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ასე ვთქვათ კლასების დადგენასაც. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა აღებული მხოლოდ და მხოლოდ თავარი მიმდევრობის ვარსკვლავები.